Eyo, Ground and Pound Georgia დაბრუნდა ახალი ეპიზოდით. UFC Kansas City გავაცილეთ. და დავბრუნდით Sent-Hagenისა და Figueiredo-ს თავარი ბრძოლით, კი, თავარი. მოვიხილოთ 1-2 სიტყვით რა, Kansas City, ხო? კაი, როგორ მოგეწონა, აბა? სხვადასხვა ძალიან კარგი კარდი იყო. სხვადასხვა პრელიმიდან რო დაუწოთ, პრელიმზე იყო ძალიან ბევრი decision-ი, მაგრამ მაგარი ჩხუბები იყო, ძალიან სანახაობრივი იყო რა და ძალიან მომეწონა თვითონ კარტიც. პრელიმებს ჯობია რომ ეგრევე main card-ში შევარდეთ და ეგრევე ნინძაზე ვილაპარაკოთ რა. არ არის პრობლემა. სამწუხაროდ გიგა ჭიკაძე დამარცხდა უმრავლესობის გადაწყვეტილებით. იმ საჭთა კომიტეტის გადაწყვეტილებით, მაგრამ აი იცი მაგ ბრძოლაზე ძალიან ბევრი გვაქვს ალაპარაკო ორივეს რა და ერთს ვიტყვი რომ გიგა ფეხზე ონამას დაანახა რომ ვინ არის ბოსი. ჩემი აზრით ეგ არავის არ გაუკვირდა საერთოდ გიგამ რომ ონამას ეგ დაანახა სტრაიკინგში აჯობებდა ეგ ონამამაც იცოდა და ილაპარაკა კიდეც მაგაზე დავითმა რომ დიდი ხანი ელოდა ამ ჩხუბს და ფიქრობდა რომ ჩანიშნავდნენ გიგას და ამას შორის ონამა გავიდა ტაქტიკით რა ანუ სავარაუდოდ უნდოდა რა თქმა უნდა სტრაიკინგში დაიჯავნა მაგრამ მიხვდა რომ გიგაზე უნდა ვილაპარაკოთ რომ როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იყო სტრაიკინგში ფეხზე პირველი რაუნდი აშკარად წამოიღო და სწრაფი იყო ძალიან და ძალიან ზუსტი იყო რა რაც თავარია ბევრი ძალიან ისეთი აი heavy punch-ი მოარტყა რა ონამა გააბრუა რამდენიმეჯერ ბარბაცებს ბარბაცებდა ონამა მაგრამ დავით ონამა მიხვდა რომ ეგრე ჩხუბს ვერ მოიგებდა და მიმართა პრაგმატულ გზას ესე ვთქვათ რა კი უბრალოდ აი აქ ერთადერთი ის არის რომ დაგვაკლდა ჭიდაობის სკილები რა აი ონამა ეხა მე რასაც უყურებდი განსაკუთრებული გრეპლინგით არ გამოირჩეოდა რა სიმართლე რომ გითხრა განსაკუთრებული გრეპლინგი არ აქვს მაგ მებრძოლს რაც მე გიგასთან ხე უბრალოდ ანუ არ ზიანი არ მეუყენებია უბრალოდ აკონტროლებდა ჩემი აზრით ვერ დგებოდა ფიზიკურად გიგა იმიტომ რომ ძალიან დიდ საფრთხეს ხედავდა ონამა ფეხს ჩემი აზრით დავით ონამას რო კითხონ ვინ არის მისი ფავორიტი მოჭუბარი იტყვის რომ ბელალ მუჰამედი არის საუკეთესო MMA-ის ფაიტერი მეორე მესამე რაუნდი უკვე იცოდა რაც უნდა გაეკეთებინა იმის რომ მოეგო და მაინც მგონია რომ აქაც ცოტა არ გამართლების ამბავი იყო მესამე რაუნდში ტეიქდაუნი როცა გაუკეთა რა მიწაზე როცა შეჯახების მომენტი რო იყო ხო კი აი ძალიან ცუდი მომენტი იყო მე მგონია რომ მან მაგ ტეიქდაუნს დაიცავდა გიგა მეც ეგეთი ანუ რო შევიდა თავიდან ისე შევიდა ონამა რომ ეგ იყო რავი 90-10-ზე ჩემი აზრით რომ გიგა მაგას დაიცავდა უბრალოდ უხერხულად თავები მიარტყეს ერთმანეს და უცებ გიგა ძირს აღმოჩნდა რა და ონამაც ჩაყვა სცადა რა გიგამ ბევრჯერ სცადა ადგომა უბრალოდ ფიზიკურად ვერ მოახერხა რა და სამწუხაროდ დასანანი მარცხი იყო ძალიან დასანანი იმიტომ რომ პირველ რიგში გიგას გამხედავდით იმ ცეცხლს რა იმ გულში და რაღაცა რომ უნდოდა მართლა რა გულით უნდოდა რა გამარჯვება ფეხსაც ძალიან ბევრს ცდილობდა კიკებსაც იყენებდა და რა ყველაფერს საერთოდ და დასანანი მარცხი იყო ნამდვილად. ახლა ერთ სტრაიკერსაც შეახვედ რომ გიგა და იტყვის გიგა რომ ჯერო ჩემი დრო არ წასულა რა და ისე ტოპებში არის კი. ველოდებით მოკლედ გიგას დაბრუნებას გულით და გადავიდეთ მოკლედ შემდეგ ბრძოლაზე. შემდეგ ბრძოლაზე გადავიდეთ თუ main event-ზე კი ბატონო. ხო ხა ენტონი სმიტი ნუ არა ენტონი სმიტი უბრალოდ ისეთი ის იყო რა მაინც ძალიან დიდი მებრძოლი გააცილა ასე ვთქვათ MMA-ი რა უბრალოდ ძალიან სისხლიანი გაცილება იყო არა მაინც შუათითებით წავიდა სისხლიანი რამდენადაც შუათითებით შევეხები რა მაშინ ენტონი სმიტი ძალიან მაგარი მებრძოლი იყო ძალიან კარგი კარიერა ჰქონდა თავის დროზე ჯონ ჯონსაც შეხვდა და მოკლედ ისე ძალიან ბევრი ბრძოლა ჩაატარა, სხვა შე 60-მდე ბრძოლა ჰქონდა თუ არ ვცდები, MMA-ში რაც ჩაატარა. და მოკლედ ძალიან კარგად გააცილეს Kansas City-დან. მაშინ ჟანგ მინგიანგზეც ვილაპარაკო, ცოტა კიდე ერთი პირველი რაუნდის ფინიში იმსახურებს. მიიმატა და მალე ალბათ 19 ფინიში აქვს ხო მე მგონი. ყველა პირველი რაუნდი ხო 19 ფინიში აქვს პირველ რაუნდში. ვინ არის ეს კაცი? ვინ არის? Under 1-5-ზე. აუნდების MVP-ა იმენა. ხო, ანუ მე ვფიქრობ, რომ ეხა ენტონი სმიტთან გამარჯვება ამ ეტაპზე დიდად არა, მაგრამ განაცხადია ანუ განაცხადია იმიტომ, რომ პირველი რაუნდის ფინიში მიიმატა კიდევ და მართლა არა ნორმალური სტატისტიკაა. ხა მე ბრძოლს ყველა გამარჯვება ქონდეს პირველ რაუნდში მოპოვებული.
არ არის რა, ესე ხელწამოსაკრავი სტატისტიკა კი არა, შესამჩნევი სტატისტიკაა ძალიან. რომ და გაამახვიო მსგავსი სტატისტიკით ბევრი არ მინახავს, რომ რა ბრძოლებიც აქვს ჩატარებული ყოველ პირველ რაუნდში კონდეს დასრულებული. ბევრი კი არა, მე მგონი UFC-ში ერთადერთია, ვისაც ამდენი ბრძოლა აქვს ჩატარებული. 100%-იანი ფინიშერები გვინახავს, მაგრამ ეს არის 100%-იანი პირველი რაუნდის ფინიშერი და ძალიან მაგარი პროსპექტი არის რა მოკლედ. მოდი ცოტა ეხა შევეხოთ main events-ს. ცოტა არა ბევრი თუნდა შევეხოთ, მაგრამ ბევრი შესახები არის. იან მაჩადო გან გვანახა შავკატ რახმანოვის მერე რომ fight IQ ანუ საბრძოლო ინტელექტი აქვს უმაღლეს დონეზე რა, მართლა. მე მაგ შენთან კითხვა, ეხა შენი აზრით დააფროთ ჩეკა თუ არა პრატეში? არა, ფროჩეკი არ ყოფილა. ჩემი აზრით პირიქით ანუ იან გარი არ არის ისეთი მებრძოლი, რომ ვინმეს რომ მოუგოს თქვა, რომ აი დააფროთ ჩეკა რა, ვინმე, იმიტომ რომ ფროჩეკი იქნებოდა ეხა ეგრევე, ანუ რომ დაეკავებინა ყველანაირი პრობლემის გარეშე, მაგრამ მეხუთე რაუნდში ხო რა grounded pound-ში ჩავიდა პრატეში, საფრთხე იყო ჩემი აზრით, რომ დაემთავრებინა. საფრთხე კი არა რა, მან მე იანმა ისაუბრა მე პრესკონფერენციაზე რა ბრძოლის მერე, რომ ვისაც ვასწავლიო რა ზოგადად რა ყველას ვეუბნებიო რომ მსგავს სიტუაციაში თუ აღმოჩნდნენ არ უნდა გაჩერდნენ, აი არ უნდა მიიღო მოკლედ პოზიციაო, რაც უნდა გაბრუებული იყო და მე თავიდან ვუყურე კიდე მაგ ბრძოლას და ზუსტად მაგას აკეთებს, ტრიალებს, ყველაფერს აკეთებს. არ ჩერდება პრატეშთან იქ რომ უბრალოდ გაჩერებულიყო. ზედმეტი 2 წამითაც რა, დამთავრებული ქონდა პრატეში. სხვათა შორის პრატეშისგან არ ველოდი ესე რა, ისევ მის ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, რომ მეხუთე რაუნდში ესე იქნებოდა. აშკარა უკვე ის რო ძალა რჩება მაინც მეხუთე რაუნდში გასათიში. პრატეში არის მებრძოლი, რომელიც ქულებისთვის რო გამოდის და აი ქულებისთვის რო იბრძოდეს, ეგრე არის რომ რაღაც რაუნდები წაიღოს. პრატეში არის ის მებრძოლი, რომელიც გამოდის, რომ თავის მეტოქე გადაუაროს რა. მაგრამ დააგვიანდა თვითონაც. ბოლო რაუნდებისკენ უფრო ქონდა ეს ფასრი დარტყმები. იცი რა არის, მე უფრო დააგვიანდას ვერ ვიტყოდი, უფრო ვიტყოდი იმას, რომ გარი მარმიცა მანამდე საშუალება და მე უბრალოდ ფიზიკურად, როცა შორტ-ნოთისზე იღებ რა იმ ბრძოლას, ფიზიკურად კონდიცია შეიძლება არ გქონდეს ისეთი, რომ 5 რაუნდი აი დაიჭირო პრატეშის. რაღაც მომენტში არ გაგახსენა ლოპესის და ვოლკანოვსკის შუვი. ანუ იან მაჩადო გარი არის ერთ-ერთი ტოპ კონტენდერი მაგ-ზონაში. რა მაგაში დაგვერწმუნა, ყველგან კარგი არის, სტრაიკინგში ვერ იტყვი რომ გაურბოდა ან რაიმე, ანუ დაჯაბნა რა, უგებდა, სტრაიკინგშიც უგებდა და მიწაზე თავისთავად ხა ინიციატორი თვითონ იყო რომ დაბლა ჩასულიყო, მაგრამ კარლოს პრატეშის ტეიქდაუნების დაცვა იყო სასწაული. არის ელიტური. აი რო გამოარჩიეს მართლა ხო რა ცოტა მებრძოლს აქ ეგეთი ცოტა მებრძოლს კი ჩემი აზრით ისეთი მაგარი ტეიქდაუნების დაცვა როგორც პრატეშის აქ აი 90-100-დან 99 მომენტში რომ უნდა გადაიყვანო რა უყურებ და უნდა გადაიყვანო ყველანაირი დაბლ ლეგზე შევიდა რა ვიცი ან თუ წაიყვანდა წამში დგებოდა ხო ეგრევე დგებოდა და მართლა პრატეშიც ერთ-ერთი ტოპ კონტენდერია ჩემთვის ჯერ კიდევ რა ამ ზონაში. ეხლა ჩუბის მერე ბაკლიმ ისინი ვეგის რაღაცები გაახსენა იან მაჩადო გარი და ცოლის გავლით უნდა რომ ბრძოლა ჯანიშნოს. გააბრაზოს. მაგრამ რა ვიცი ნახოთ ბაკლის რამდენად გამოუვა ეხა იმიტომ რომ გარი უფრო წინ იხედება ჩემი აზრით. კი რა თქმა უნდა გარი თავზე უკანყოფს. შეიძლება პრატეში იყო უკან რანკინგში, თუმცა პრატეშისთვის მოგება არის განაცხადი ჩემი აზრით რა, იმიტომ რომ ისე მოდიოდა იმდენად გამანგრეველი იყო, ჰაიპის ასწაული ქონდა და ჩემი აზრით იანის მოთხოვნა რომ ვთქვათ საჩემპიონო მიიღოს, მისი გაგებით სწორია რომ უბრალოდ იმდენი იმხელა რიგი დგას. ბეკა ფაითერა თუ ჩაიწყო დამზღვევია რა. მე არ მგონია რომელიმე იქიდან ამოვარდეს, მაგრამ ისიც არ მგონია რომ გარი ისეთ კონდიციებში იყოს რომ აწყობდეს იქ. ხო, მაგრამ იცი რა არის, მე მაგრად ვარ რესპექტებ ესე რომ ვთქვათ მასეთ მებრძოლებს რა. აი მერაბი იყო სტრატეგიეთი ეგეთი რა, აი ომალი და ვერა რომ დააბექაფა მაგალითად მაიამიში. და ძალიან მომწონს ზოგადად ეგეთი მებრძოლები. მერაბი ცოტა სხვანაირია რა. მერაბი იმიტომ დააბექაფა რომ რა 5 რაუნდი 5 კი არა 20 ჩხუბებს. როგორ გრუშა მსხალი ყავდა და ტრეული და 5 რაუნდი ურტყავდა და ეხა დიდი ზიანიც არ მიუყია რა და მგონია რომ იანგარი დაზიანდა. ხო, იანს მაგალითად აი მეოთხე რაუნდის მერე სიტყვაზე ვიძახი რომ მორჩენილიყო ეგ ბრძოლა,
აი მე უფრო ლოგიკური იქნებოდა რა ბექაპი რა. ხო, არა, მეხუთე ბოლოსკენ მაგრამ მაგრამ ზიანი მართლა მაგრამ მიიღო რა. მაგრამ თავის საქმის თვითონ იცის მაგაცმა. ანუ კანზას სიტის ივენთი ნუ განსახილველი ჩემი აზრით რაც იყო. ჩავკარგეთ. ველმეიკერზე ხო არ ვთქვა. ველმეიკერი ბენთევეიჩი მერაბის წონაში მოდის დამანგრეველი კაცი. უბროსავით ხელები. ეგრევე მოწყვეტა საიმან. აი რავი რა ესეთი დამტყმელი რა. ბევრი არ არის დაბოლ წონაში მართლა. აი მერაბის წონაში თუნდაც. ხო, ბევრი რა თქმა უნდა რა. არც ფლაიში არ არის, არც ბენთემში. ფლაიში მით უმეტეს არ არის. ფლაიში ხო მით უმეტეს არ არის. აი ბენთემში შონი იყო ეგეთი, შონომალი იყო ეგეთი და იყვნენ რა. არის ახლა რა, იმიტომ რომ ფლაიშიც იყო. უბრალოდ აი მართლა ესე გათიშვა, ძალიან თან დებიუტი ქონდა. კი, დებიუტი ქონდა 9-0-ზეა უკვე. ხო, და საერთოდ არ ველოდი. მე მეკონა რომ ეს ნულიანი მეთქი ისეთი ნულიანი. ხო, იმიტომ რომ არ მოდიოდა რაღაც ისეთი ორგანიზაციიდან რა, რომ ის და მეტოქეთ სხვათა შორის კარგი ყავდა. საიმანი კი 11-2-ზე რეკორდით და ამ ორიდან ერთ-ერთი წაგება იყო UFC-ში ტალბოტთან. ხო, პეიტონ ტალბოტი ახლა და მაგიტომ მეგონა რომ სხვათა შორის მეთქი საიმანი მოიგებს თქო ერთ მომენტში და აი ეგ რო გავიფიქრე მაშინ მოხდა ის ხელი და მოწყვიტა ეგრევე. არა და სამხრეთ აფრიკელიც ძალიან ისე იყო განწყობილი რა ბრძოლის მიმართ რომ ანუ ჭირდებოდა ეს მოგება მაგრამ ველმეიკერმა ემოციურადაც აღნიშნა მოგების შემდეგ და ველმეიკერმა არა მერაბისკენ ისეთი მებრძოლი მოდის მაგრამ მერაბს არაერთი გაუვლია ეგეთი და ველმეიკერმა არაფერია ველმეიკერმა როგორი არა უთხრა ისე აი ხო არის რომ ზრდილობიანი არა უთხრა რა ხო ცუდი ამან ხო შეურაცხყოფა მიაყენა ისეთი არა უთხრა კანზასიტი რეალურად რაც უნდა მიმოგვეხილა მიმოვიხილეთ უკვე ჩემი აზრით და გადავიდეთ საინტერესო კარდი მოდის ძალიან კი ძალიან ჩემთვის ну მოკლედ მიმოვთ მაგბრძოლამდე ჩვენთვის main event-ი რომელიც არის მაგრამ ზოგადად main event-ი სენჰეგენი ფიგერედო არის ნერაბის წონა არის და პირველი მინდა რომ გავხსნათ ჯექსონის და მარკოსის ჩხუბით რა დაუმარცხებელი ერთ-ერთი დაუმარცხებელია კი მარკოსი და მე მგონია რომ დათმობს ამ ბრძოლას ჯექსონი მე ესეც მერაბის წონა სხვათა შორის კი ბანტამვეითი არის დანიელ მუნიოს 4-0-ზე აქ UFC-ში უკვე ამ ჩხუბში ანდერდოგი არის ну იმიტომ ალბათ რომ ჯექსონი არის ანუ ზევითაც კარგი ბოქსი აქვს ძალიან ჭიდაობის ბექგრაუნდიც აქვს საკმაოდ კარგი და წვდომის უპირატესობა აქვს კიდევ შესამჩნევი რა მაგარი შედარებითია რა ყველაფერი მაგრამ აი მარკოსთან შედარებით ინდა უფრო დეტალებში ჩავწვდე პროგნოზს მგონია რომ რადგან ბანტამვეითი არის და ეხლა 2 წუთის წინ ვილაპარაკეთ რომ მოწყვიტეს კაცი ხო დარტყმის ზალა არ არის სამწუხაროდ ისეთი რა და ერთეულებს აქვს ეგ დარტყმის ზალა მგონია რომ ჯექსონი safe wins წაიღებს კი გადაწყვეტილებით მე ვფიქრობ კი 7-9 წაიღებს საინტერესო დენიელ მუნიოს ანუ მუნიოს მარკოსი ხო რატო ეძახი მუნიოს ანუ 17-0-ზე აქვს და არ არის 17-0-ზე აქვს და არ არის ხო არ არის სახუმარო რეკორდი მაგრამ მაინც მგონია რომ ლეველებია ამ სპორტში რა და მიუხედავად იმისა რომ ხო 4-0-ზე თუ არის მარკოსი 14-2-ზე არის ჯექსონი არა 11-2-ზეა თუ ვწდები არა მე ზოგადად MMA-ში ვიწახი რა 5-0-ზეა ანუ 5 სტრიქიანი ვინი აქვს რა კი ცოტა ის ხო რა UFC-ს ენაზე რომ ვაპარაკო ცოტა სვეს ინგლისურად გამოდის ანუ 5 მოგებად სერიაზე ხო რა 5 მოგებიან სერიაზე და ძალიან კარგი ბრძოლა არის რეალურად ისეთი ბრძოლა არის რომ შერჩეული არიან მეტოქეები ერთმანეთისთვის და ვინც მოიგებს წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება საკმაოდ ერთ-ერთი რაღაც ეტაპზე დაპაუზდება გაფუჭდება ერთ-ერთი გაფუჭდება ერთ-ერთი წინ წავა და მე მგონია რომ ეს წინ წამსვლელი მებრძოლი ჯექსონი იქნება მაინც რა მაგრამ მარკოსი არ არის ისეთი რა ანუ 60-40-ზე ვფიქრობ მაინც რა ძალიან გადავიხარეთ ჯექსონის კენიზე ფული ჩაკუჭა ძმა რაღაც ცოტა სუბიექტურები რეალურად სუბიექტურები ვარ ყველა ბრძოლაში მაგრამ ანუ აქვს უპირატესობები არის გამოწეს ვიფიქრობ ეს პროსტო ჯექსონი უფრო ისე გამოიყურება რომ საშიშია და რაღაცა მაგის გამო არ ვიძახით რა და მიუხედავად ანუ ვაფშე არ ვაყენებ წითელი თმის გამო მარკოს რაში ხო არა თუ ლოპესზე ვფიქრობდით რომ მოიგებდა ხტმის გამო თუ აი ხა თუ ვარცხნილობა და თმისფერი არ შემიდა რომ აქტორი და ლოპესი ისეთია რა
ალფა მეილია. კი. დომინანტი. აი, გადავიდეთ პონზინიბიო არის შემდეგი რა. და მე გადავალთ ვიცი რაზეც გინდა საუბარი. უბრალოდ მანამდე ესეც მოვილიოთ ველტერვეითის ხალხი რა. პონზინიბიო ეჩხუბება როდრიგესს. 37 წლის პონზინიბიო, არგენტინელი. ძალიან მაგარი მებრძოლი არის, 31 მოგება კარიერაში წარმოიდგინა. 7 მარცხი. ხო, და ძალიან აი მართლა გამანადგურებელი მებრძოლი არის რა. უბრალოდ აქედან როდრიგესიც მოდის საკმაოდ ასე ვთქვათ დამანგრეველი არის როდრიგესიც რა და მე მაინც მგონია რომ ასაკი აქ გავლენას იქონიებს. ასაკი და გამძლეობა რომელიც აქ როდრიგესს. პატივს უცემთ პონზინიბიოს, თუმცა მაინც მგონია რომ როდრიგესი უკვე ის მებრძოლია რომელიც პონზინიბიოს ჩაანაცვლებს. მაინც მე ეგრე მგონია და გაიulis რა. მარტივად არ მგონია რომ გაიაროს, მარტივად პონზინიბიო არაფერს არ დათმობს. თუმცა მაინც მგონია რომ როდრიგესი გაიulis ამ ბარიერს. მარტივად ვინრას მარტივად არასდროს. მან დაგამახსოვს ფავორიტის და ანდერდოგის სტატუსი ვის აქვს? როდრიგესი არის ფავორიტი. კი, ამ ეტაპზე რა ვირამე თუ როგორ მოხდა რომ ჩვენ და UFC-ს ბუქმეიკერები რაღაც რაიმით 1000-მდე მივედით კი მაგრად მეკითხს მე. მეც ეგრე ვფიქრობ და მანდაც ვფიქრობ რომ გამოიყენებს მაგ თავის უპირატესობას როდრიგესი რა ასაკის უპირატესობას და გამძლეობის უპირატესობას. კი, რა თქმა უნდა. და ეგეც წავა დისტენსზე იგბრძოლაც და საჯების გადაწყვეტილებით აი საჯების გადაწყვეტილებას მე ნაკლებად ვფიქრობ მაინც აი რატომაც მგონია რომ არ იქნება მანდ საჯების გადაწყვეტილება მე მაინც მგონია რომ ფინიში იქნება უფრო საინტერესო და ნოკაუტსაც ვფიქრობ რა საერთოდ მაგრამ მაინც არ დავკონკრეტებ იმასაც ხო არ მეყვი იცი არ მოვიდა მაჯრენა კაროს აი მაინც მგონია რომ მოკლედ ფინიში იქნება ხო თვა არ დავკონკრეტები რა საინტერესო და აი ჩვენ მეინ ივენტზეც მივედით რა რეინიერ დერიდერი ეჩხუბება ბონიკალს და ეს ბრძოლა ძალიან დიდი ხანი მინდოდა რომ ენახა აი დერიდერმა რომ მოუგო ჰოლანდს იმის მერე ვფიქრობდი რომ აი რომელიმე მაგარ გრეპლერ შეახვედრებენ თქო და ერთ-ერთი მინდოდა ჩემს რო ვფიქრობდი მინდოდა რომ ბონიკალი ყოფილიყო რა თავისუფლად ბონიკალს ჰქონდა ნათქვამი აი ბოლოს მედისონ სკვერ გარდენზე რო იჩხუბა იქ თქვა შემდეგ რომ არ ვჩქარობო რა მინდაო რომ ნელ-ნელა გამვითარდეო არ მინდაო რომ რაღაც პირდაპირ ტოპ მებრძოლებს მივახტეო, მინდა რომ ნელ-ნელა გამოვითარო ჩემი სკილებიო, ნელ-ნელა მივიდე ჩემ კამრამდეო რა. ესე ისაუბრა და ჩემი აზრით დერიდერი ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი არის ბონიკალის გადმოსახედით. თან არ შეხვედრი არა, უშუალოდ ესეთი გრეპლინგის სკილი აქვს. საბმიშენი ან კონკრეტულად დერიდერი არ არის, რომ კარგი გრეპლინგი აქვს რა. შავი კამარი არის ჯიუჯიტსუსი, მაგრამ არის შემტევი გრეპლერი რა. სუსაბმიშენს ეწევს, კემი ჰოლად თანაც გვანახ. ჰოლანდს რომ წააძროთ. მან სხვათა შორის ტეიქდაუნების დაცვა ბონიკალს რამდენად გამოსდის ანუ არ აქვს რა კარგი პროცენტულობა ტეიქდაუნების დაცვაში დერიდერს აქვს საშინელი სტრაიკინგი აი საშინელი სტრაიკინგი არც ბონიკალს არ აქვს აი იქ ფეხზე იჩხუბა ბონიკალმა მთელი ჩხუბი რა ბოლოს მედისონ სკვერზე და აი საშინელი იყო რა კი მოიგო მაგრამ მაინც საშინელი იყო აი არ მომეწონა ვერ დამაჯერებ რომ დერიდერზე ცუდია სტრაიკი აი დერიდერზე ცუდი ნაღდად არ არის მაგიტო ვიძახი რომ მე მგონია ის შემთხვევა ხო არ იქნება ეხა კითხვა მაგ შენთან ის შემთხვევა ხო არ არის რომ აი მაგალითად ორი გრეპლერი რო ხდება ერთმანეთს და ფეხზე მიდის მთელი ჩხუბი შენი აზრით ეხა ჩემას ცოტა გრძელად ჩამოვაყალიბე რა მოკლედ ისევე როგორც ყველას მეც ვერ ვიტანდი რა ჭიდაობას და დაბლაჩხობს UFC-ში მით უმეტეს ერთ-ერთი მათგანი ვარ ვინც კონორ მაკგრეგორის გავლენის გამო დაიწყო ყურება, იმიტომ რაღაცა ნიუსი შემხვდა კონორ მაკგრეგორზე და ანუ ამან დამაინტერესა მეთქი ვინ არის ესეთი რა ეს ტიპი. რომ ამ ხელა ორგანიზაციაში ეს რაღაცებს აკეთებს. მე იყო ხაბიბთან ბრძოლა. სხვაშორის კომენტარებში დაგვიწერეთ ვინ დაიწყეთ კიდე მაკგრეგორის. ხო რა მაკგრეგორის გავლენით ყურება. იმიტომ რომ მართლა ბუმი იყო მაგ პერიოდში და ყველაზე ძალიან მეთანხმები ალბათ მაგას UFC-ის გარშემო რომ კონორ მაკგრეგორმა მოახდინა უდიდესი გავლენა იმაზე რომ ამდენი მაყურებელი შეესწინა UFC-ს რა ამის ერთ-ერთი მათგანი ვარ რომ ნახე ხავიმა მოუგო კიდევ უფრო არ მსიამოვნებს დაუჭიდაობის და რაღაცეების ყურება რა მაგრამ საბოლოო ჯამში როცა უფრო ინტერესდები და ჩაუღრმავდები ამ სპორტს ხვდები რომ როგორც სტრაიკინგ შეიძლება იხილო ლამაზი ბრძოლები არ არის გამორიცხული ორჯერ უფრო ლამაზი ბრძოლები იხილო მიწაზე რა აი მაინდგე ყველაფერია ტვინით თამაში რა ყველაფერია საერთოდ მოქნილობა სად დაიჭერას დაინახავ აი
მაგიტო არის ჩემთვის main event-ი. ეხა დერი ბონიკალი, იმიტომ რომ ჭიდაობის ყურებაც არის და ჭიდაობის ყურებაც რა. მაგას ველოდები მეც რომ მინდა რომ ქვევით იყოს. ქვევით ისეთი მაგარი ბრძოლა იქნება, იმედია სტრაიკინგში არ დადგებიან. ხო, იმიტომ რომ აი ნაღდად არ მინდა რომ დერი სტრაიკინგი ვნახო, აი საერთოდ არ მაინტერესებს დერი სტრაიკინგი. საშინელება იქნება. ხო რა, აი დერის სტრაიკინგი ჩემთვის ნული არის რა. აი ჰოლანდთანაც ეგრევე მაგიტო შევარდა ფეხებში, იმიტომ რომ საშინელი. ხო და ძალიან დიდი ფავორიტი არის მაგ ბრძოლის ბონიკალი. რას ფიქრო, მაგნოლიანი ხდება? თუ დერი სტრაიკინგის გა. ბონიკალი ზოგადად რა, რაც UFC-ში მოვიდა. ყოველთვის იყო იცი როგორი ფავორიტი, -1000, -900, -800. მე მგონი -800 ნაკლები არ ქონია და ეხლა არის -350 სადღაც ეგრე რა. და მე მგონია რომ კი ბევრი არის ესე რომ შეხედო, მაგრამ ბონიკალისთვის მე მგონი ნაკლები არის რა. და მაინც მგონია მე პირდაპირ გეტყვი რომ დერი ძალიან მოუწონს, ძალიან მართლა. უბრალოდ მგონია რომ ბონიკალი წავა წინ უფრო რა. ხო, აი რა ხდება. მე დაუბრუნდები ისე ჩვენს ეს რაც გვაქვს რა, სტრუქტურა ჩვენი ხაზი რაც გვაქვს ანდერდოგებს. მე მგონია რატომღაც, მგონია რა იმედი მაქვს უფრო რომ დერი რაღაც საბმიშენზე დაიჭერს, იმიტომ რომ კემი ჰოლანდთან ბრძოლაში ძალიან მომეწონა რა. კი, მაგრამ კემი ჰოლანდთან მოგეწონა. კი, კემი ჰოლანდთან მომეწონა და როგორი ცუდი სტრაიკერიც დერია, ისეთივე ცუდი გრეპლერია კემი ჰოლანდი. სხვადასხვის ბოლო ბრძოლა რომ მქონდა ჰოლანდს უბრალოდ ისე რა. გრეპლინგი სხვადასხვის კარგად აჩვენა. აი არ მინდა ეხა ეს პირადი სიმპათიები რა მოჭუბრების მიმართ, ვიცი, კემი ჰოლანდი მეც მაგრამ მომდა. ჩვენს ჰოლანდს რა. ჩვენც მას. გადავიდეთ მოდი რა main event-ზე, ანუ რეალურად მე ვფიქრობ რომ დერი მოიგებს და წუთომში აქვს პირატესობა. ძალიან საინტერესოა წუთომში რა. რასაც ვუყურებ ეხლა შემოგვიყვანს ამ ლოგიკური. მე ნაკლებად მგონია რომ ბონიკალი დაასაბინთოს დერიდერმა, თუმცა აი დერი მართლა გეუბნები, აი როგორც წინაზე ვთქვი რა, მაჩადოგარი და პრატეშორი ჩხუბობდნენ რომ აი ორივე მაგრად მომწონს თქო რა და ძალიან გამიტყდა რომ ჩაინიშნა ეგ ბრძოლა თქო. ეს ბრძოლა პირიქით მინდოდა რომ ჩანიშნულიყო, მაგრამ ორივე მომწონს რა მაინც, უბრალოდ მაინც ბონიკალისკენ ვიხდი. კი, არა ძალიან მაგარი ბრძოლა იქნება. ერთ-ერთი fight of the night შეიძლება იყოს და ეს შეიძლება იყოს master class-ი რა უბრალოდ გრეპლინგის. თან არაერთხელ გვინახავს რომ გრეპლინგით გავუოცები ვართ მოკლედ რა, სხვადასხვა ბრძოლებს, აი ბოლო მაგალითად ეხა რომელიც ყველაზე მაგად მომეწონა იყო ჯოელ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი იყო და ველოდებით მოკლედ არანაკლებს დერი ბონიკალისგან და გადავიდეთ. უბრალოდ განსხვავება ისაა რომ ალჯოს და ევლოევის დროს რესლერი ხდებოდა ბერძნულ-რომაული მოჭიდაო ის მასტერს რა მოჭიდავი არ ყია. და ეხლა ამ შემთხვევაში რესლერი ხდება ჯიუ-ჯიტსუს მასტერს. ანუ ხო ჯიუ-ჯიტსუს მასტერს კი ბატონო. აუ არა ძალიან საინტერესოა და ის მაგროდის უყურებ და გადავიდეთ მოკლედ main event-ზე, კორი სენჰეგენი დეივისონ ფიგერედო. ფიგერედო ეძებს იმ მოგებას, რომელიც ესე ძალიან ჭირდება ტოპებთან რა. Bantamweight-ში და კორი სენჰეგენი არ არის სხვათა შორის ხელწამოსაკრავი მებრძოლი. მით უმეტეს რომ ფიგერედოს ყველა მიცით რომ ორივე ხელი ძალიან მძიმე აქვს და თავის ხელის იმედი სულ აქვს. უბრალოდ კორი სენჰეგენი არის ძალიან მაღალი ფიგერედოსთან. აი შე რო გიყვარს წვდომი რო გიყვარს, აი წვდომი აქვს უზარმაზარი სენჰეგენს ფიგერედოსთან შედარებით, იმიტომ რომ ფიგერედო არის ნატურალური flyweight-თან ამოსული მებრძოლი არის და bantamweight-ისთვის ლეგენდა არის. ამოსული მებრძოლი კი არა flyweight-თან, ანუ გადმოსული ლეგენდა არის. იმიტომ რომ იქ ჩააბარა რა, ვისაც მოუგო თავიდან. ხო. ეს ჩააბარა ბოლოს. უბრალოდ მე მაინც მგონია რომ ფიგერედო პატარა არის მაინც bantamweight-ისთვის, იმიტომ რომ პიოტრიანთანაც გამოჩნდა, ჯერ მარტო ჯანში გამოჩნდა, როგორ ანუ იქით-აქეთ ისროლა იანმა და სენჰეგენს რაც შეეხება წვდომი მართლა დიდი აქვს, რაც შეეხება განვლილ ბრძოლებს, უმართან იყო ერთ-ერთი ბრძოლა და უმარის ბრძოლაში სენჰეგენი ძალიან მაგრად გამოიყურებოდა, წააგო თუმცა მართლა კარგად გამოიყურებოდა. ყველანაირ ტეიქდაუნებსაც მაგრად იცავდა, ტეიქდაუნზე თუ ჩადიოდა უმარი წააქცევდა, იგრევე დგებოდა, უბრალოდ ერთი პრობლემა აქვს ამ ბრძოლას და ეს არის გამძლეობა. მაგრამ თუ ბევრს არ ეჭიდავები და თავის სტიქიაში იქნება ფეხზე, მაშინ დიდად არ ამგონია რომ მაგანაც ხელი შეუშალოს. და გამძლეობით არც ფიგერედო არ გამოიწვა.
ეგარი რა. ანუ პიოტრიანმა რომ მოუყვე იმას არნიშნავს ფიგერედო ბანტამოიჩი ვერ ქაჩავს, იმიტომ რომ პიოტრიანი არის ელიტარული სტრაიკერი და მაგისთვის ეგრე მოგება მარტო მერაბ შეუძლია და ერთ-ერთი კონტენდერი არის ჩემი აზრით ჯერ კიდევ ბანტამოიჩი და ყველას გვახსოვს ალბათ როგორ დათმო ტიტული, რეალურად ტიტული დათმო დისკვალიფიკაციით, მეორე ბრძოლა კი მოუგო ალჯომერიც ალსახად. უბრალოდ პირველი ბრძოლა აშკარად იგებდა მაგ ბრძოლას და დათმო დისკვალიფიკაციით რა კამარი. მგონია რომ პიოტრიანი მერაბი რომ მოუგებს ომალის მე მოითხოვს უკვე. რა თქმა უნდა. მოითხოვს უკვე რემატჩი, ანუ გარდაუვალი არის ჩემი აზრით. და ეგ სხვათა შორის არ არის ცუდი, იმიტომ რომ პიოტრიანი რო ორჯერ კი წერია შენს რეზიუმეში. როგორც დამარცხებული. მერავს იცი ისი მუღამი ქონდა, რომ აი შეეგროვებინა, აი ხო იცი თანასწორ ბეჭდებს აქვს 4 ქონდა და მეხუთე ჩემპიონი, ყოფილი ჩემპიონიც უნდა და ფიგერედოს სახით და ანუ ფიზიკურად არ გამოვიდა, იმიტომ რომ იანმა ფიგერედოს მოუგო და სულ რო არ მოეგო, უმარი შუაზე იხეოდა, ისე უნდა და ჩხუბიდა კამარზე და ხო, მაგალითად არ ვიცი როგორ მომიგებს. როგორ უნდა მომიგოს? არ ვიცი. და მოკლედ, ანუ ფიზიკურად არ გამოვიდა და იანი სხვათა შორის იანმა ისე მოუგო ფიგერედოს, რომ ლეგიტიმური არის, რომ ითხოვს ეგრევე ბრძოლას ისევე კამარს. ყველას ეგრე მოუგო. ანუ ჩემი აზრით ნორმალისიც მოუგო. მერაბმა მოუგო იანის და ალჯომ მოუგო მეორე ბრძოლა რა. ხო, ალჯომ მოუგო მეორე ბრძოლა, ალჯომ ძალიან კარგად მოუგო და პირველი რაც მე მგონი ხო დისკვალიფიკაცია იყო მუხლი რო ამოარტყა. მაგრამ რუსია, მაინცვანია რა, მაინცვანია. მაგრამ იქ მაგრამ ელიტური ბოქსერია, ძალიან მაგარი ბოქსერი. და ქვევითაც ძალიან მაგარი არის. უბრალოდ მერაბთან ფიზიკურად აი ვერ გაკაჩა რა. ხო არ დაუბრუნდეთ ხელცხელი ამბებით. ვერც გაკაჩავს კი 100 წელი. მე რა მართლა რობოტი და მანქანა თუ გაკაჩავს რა ის შეიძლება დაჯდეს ელემენტია. ხელცხელ ამბებზე ამბობდი რაღაცას. ხო ან მიმოვიხილეთ სენტეგენი ფიგერედოს ფაითნაითი არ არის ახლა ისეთი pay-per-view event-ი. გადასარევი. ხო, სხვათა შორის ძალიან მაგარი სიახლე გვექნება ამ არხზე, როგორც იცით ბაქოში ჩაინიშნა ივენთი. დაელოდეთ ყველაფერი იქნება ნელ-ნელა. ხო, ბაქოს უკავშირდება და ნელ-ნელა მერე გავხსნათ კარტები. ჩემი აზრით მიხვდებოდა 100-დან 90-მდე. ძალიან მარტივი სახვედრია, მაგრამ აბა დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრით რა ხდება ბაქოს ივენთში. ძალიან მაგარ რაღაცას ვამზადებთ და ჩვენც რაღაცა დებიუტი. ხო, ნელ-ნელა იქნება მოკლედ ყველაფერი რომ მიუახლოვდებით რა ბაქოს ივენთს, მერე გავაჩენთ მოკლედ ინფორმაციას გავამჟღავნებთ. ხო. ნიუსებს რაც შეეხება, ძალიან ბევრი ნიუსი დაგროვდა. ნუ ბევრი რა, საინტერესო ნიუსები დაგროვდა. იქ ცალკე ხამზად ჩიმაევის ამბები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ილიამ დღეს პარასკევია მოკლედ ოფიციალურად თქვა რომ 317-ზე ვიბრძოლებო და დიდი იმედი მექნება რომ გაგახარებთ და დიდი იმედი კი არ მიდარწმუნებული ვარ რომ გაგვახარებს. ხო, სხვათა შორის რო აღნიშნე რომ პარასკევია რა, ეს ვიდეო დაიდება შაბათს მეკობრებო და ძალიან გთხოვთ რომ ჩვენი ედიტორი წავახალისათ კომენტარები. რომ მიდი შენ ამას შეძლებ და ერთი დღე ბევრია, ნო? ყველაფერი იქნება დაიდება. არა პრობლემა. იჯექი მთელი ღამე და არენდერე. არენდერე, მიდი და არენდერე. ნიუსებით დავიწყოთ და დავიწყოთ სამწუხარო ნიუსით, რომ შევინარჩუნოთ მე ეს პოზიტიური ვაიბი. ტირილი არ დავიწყოთ გადაცემაში, თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ UFC-ს და PFL-ის ყოფილმა ჩემპიონმა ფრენსის განუმ 17 წლის გოგონა გაიტანა მოტოციკლით და ეს გოგონა დაიღუპა სამწუხაროდ. კარგი რაც არის ის რომ ანუ არ მიუტოვებია და მაქსიმალურად დაიღო პასუხისმგებლობა ამ გოგონაზე, თუმცა ფრენსის განუსგან ოფიციალური კომენტარი ჯერ მაინც არ მოგვისმენია რა. კი, განუზე ერთი იმის თქმა მინდა რომ ძალიან მაგარი მებრძოლი იყო და არის. უბრალოდ ძალიან ცუდი ამბები გადახდა რა ბოლო პერიოდში 1 წლის წინ შვილი გარდაეცვალა. და PFL-ში მაგის მერე იჩხუბა და შულს მიუძღვნა ის გამარჯვება და ახლა მოკლედ ეს დაემართა და მოკლედ ძალიან ცუდი არის და ვნახოთ რა მოკლედ რა იქნება რა განვითარება როგორი იქნება მოვლენების განუც გააკეთებს საუბრობთ მაგას დაკავშირებით რაიმე კომენტარს და მოკლედ გავიგებთ რა PFL-ი ვახსენეთ ეხან განუს გამოდო გავაგრძელოთ პატარა ნიუსით Manchester United-ის ყოფილი მარცხენა მცველი პატრის ევრა, ლეგენდა რა Manchester United-ის 43 წლისაა. ხო, ანუ მარტო ჩვენ არ ვართ რა იქ ხალხი რა. ფეხბურთი და UFC ერთნაირად დაინტერესებდა. UFC-ა MMA ზოგადად რა.
პატრის ევრას ექნება 23 მაისს PFL-ში დებიუტი. და რას ფიქრობ? რას ვფიქრობ და ისე რომ მოიქნიოს ფეხი როგორც აი ბაიენთან გოლი გაიტანა, ხო იცი? ხო. ვურცრომ აი აუცილებლად გათიშავს ან ამის მაინც ანუ დოქტორს დოპინგი. ხო, ცუდად გახდის მოკლედ რა. მაგრამ მე და ლადოს მოკლედ გქონდა ჩაწერამდე ძალიან დიდი ომი ამასთან დაკავშირებით. და მე როგორც მიხვდით, მოკლედ მე ვფიქრობ, რომ ევროს არაფერი არის საქმე PFL-ში 53 წლის ასაკში მithumetes და პატივცემულობა არის. მანჩესტერის არა, როგორც გულშემატკივრებმა კომენტარებში გასპომეთ, რომ პატრის ევრა ძალიან მაგარია. როგორც დაცვაში და შეტევაში, ასევე ჩხუბში. ნახოთ რა, ანუ მართლა სიმართლე გითხრა. სიმართლე გითხრა ერთ უწყო და მე გააგწელე რა, სიმართლე გითხრა. ნახდად არ ვიცი პატრის ევრა როგორ ემზადება და როგორ ემზადებოდა და ამას დაკავშირებით მართლა არ ვიცი. უბრალოდ მგონია რომ PFL-ის საშუალო დონის კი არა, აი უფრო საშუალომდე დონის მებრძოლიც რო შეხვდეს მგონია რომ მოუგებს. ანუ საშუალო დონის მებრძოლს არ შეახვედრებენ ჩემი აზრით, საქმეც მაგაში არის. ნახოთ აი და ვისთან უნდა თვითონ ჩხუბი იცი? სუარესთან ხო? აი მენა დაამთავრე და მოდა main event-ი სერიოზულიო ხო მართლა რა ის უკმენდა იქიდან ეს აქედან ფეხს გაარტყავდა და მოკლედ ძალიან მაგარი კარდი იქნებოდა მაგრამ სუარეს საერთოდ არ აინტერესებს ხელს ხომ რუსებს შევეხოთ ახლა სუარეს მაიამიში არის მესთან ხო საერთოდ არ აინტერესებს საერთოდ ფეხი ფეხზე ვერ გადადებული მაქსიმუმ დაესწროს დაიმტრა ტერაპევტი და ფეხი ფეხზე ვერ გადადებული მაგრამ არ უჭირს არაფერი რა მშვენივრად არის გადავიდეთ უკვე რაც ეხება უშუალოდ ჩვენ პოდკასტს აი ესეთ თემებზე რა ბელალ მუჰამედის სტორი სერიოზული სტორი ქონდა მე სტორიზე უფრო მაგრად მაიკადამეოს აი ბელალზე ვარ მაგარი გაბრაზებული რა სიმართლე რო გითხრა ბელალზე ვარ აი ყველანაირ ვარიანტს გამიხილავდი შეიძლება წაეკო რავი შეიძლება რა ვიცი ხო ცოტა ისე ვიტყვი რა ჟარგონში შეიძლება იკაჩავარ რაღაცა რა რაღაცა მოხდა იყო მოკლედ მაგრამ give me the belt იადგა და ესე დაწერა სხვა კი არ სამი სიტყვა დაწერა მივდივარ middleweight-შიო რა ხამზაც აი ზღაპარი ეგრე მარტივად ეხ ბელალ მუჰამედს როცა მოუნდება ადგის იქ და მე მანამდეც გითხარი რა რავები აკაჩაოს ეგრე არ არის რა შემოწმა ბელალ მუჰამედი ხარ ხო გითხარი მანამდეც რა ილიას შეიძლება სავარაუდოდ შეეხოს რა თემაში ხა გეტყვი რა რომ მაგალითად ილიამ თუ დაიცვა ერთხელ კამარიო და ზევით მინდისო და მახაჩევთან ჩხუბი უნდაო მე რატო არაო რომ მაგალითად დაუცვა კამარიო ერთხელო თუ მოუგო დელა მადალენას და მოუგებს ჩემი აზრით და ავიდე ზევით აი მაგას იტყვის რა და ვინ გააჩერებს მე ნუ სავარაუდოდ დენა ვაით გააჩერებს იმიტომ რომ ბელალ დიდად არევასებ აი როგორი რაღაცა არის ხა ბელალ მუჰამედი რომ მივიდეს დენა ვაით სადაც აქვს ფული დეპოზიტზე რა და რაღაც ნაწილს რო ცეცხლი წაუკიდეს რა აი პონტია ფინანსური ზარალი არის დენა ვაითისთვის ის რო ილია არ შეხვდეს ისლამს გადაობათ ამას ხო თან ანუ ხამზა ჩიმაევთან უნდა ჩხუბი რა ხო ხამზათან უნდა ჩხუბი ხამზა ხო შეიძლება ვერ მოიგოს კამარი ანუ თეორიულად ხო თეორიულად ხო არის შესაძლებელი და ანუ კამარს თმობს იმის გამო რომ რაღაცა არალოგიკურია და რაღაც ხდება მე ვიცი რაც ხდება ბრაზა ხო ბრაზა გადავიდეთ ილიაზე უკვე ოფიციალურად ვიცით რომ 28 ივნისს ვახსენეთ და 28 ივნისს მოკლედ ოფიციალურად ოღონდ იმენა ოფიციალურად ვიცით რომ ილიას 28 ივნისს ჩხუბი ექნება და ისე გაგვახარებს როგორც თითქმის 100%-ით ან ოლივეირას ეჩხუბება ან მახაჩევს რა თქმა უნდა რა ეგრე 100% რანაირადაა თქვი რომ 50% მახაჩევს ეჩხუბება ვიცი რა რას გულისხმობ ვიცი 100%-ს ვიძახი რომ მაგ ორ მებრძოლს იქით არ იქნება არავინ თქო რა მაგრამ ხო შეიძლება ოლივეირას იქით მაგალითად შეიძლება ცარუკიანსაც მიცენ რა ხო ხდები რა მაინც შეიძლება რომ მიცენ ცარუკიანის ინტერვიუ არ ნახე შენ ნახე ხო მაგრამ მაინც რა ხო იცი უთხრათ ხალხს ცარუკიანმა თქვა ეს აქ ჩასვით ედიტორო აქ ჩასვით ცარუკიანი ასე ჩუმოპარაკობდი თქვა მოიგებსო მუჰამედიო დარჩება ისლამი სადაც არია და იჩხუბენ წააგებსო მუჰამედი აუ ისლამი იჩხუბის დელა მადალენასთან და ამ დროსო ეს თუ მოხდა და მუჰამედმა წააგო მე უჩხუბებ კამარზეო რა არის პრობლემა და გამორიცხულია ძმაო ცარუკიანი კამარზე აჩხუბონ ჩალსის წინ არის გამორიცხული იცი რა არის სხვანაირად ხო ვერ ილაპარაკებს ფიზიკურად რა ყველა აწובה თავისას ოლივეირას აწוვა რომ კამარი მინდაო ნუ ილია ლეგიტიმურად ითხოვს კამარს
და ცარუკიანს რაღაცა ხო უნდა თქოს. ხო, ხა იმას მართლა ვერ იყოს, რომ ნუ ჩავიხსენი ჭუბსთან და ეჭილი ვარ და კამერაც აკამერაც არ მოიწონა. ხო, ანუ მაგას ვერ იტყოს. ხო, ჭამა მომინდაო და ვერ ჩავაბარე წონაო და რაღაცა. ხო რა. მეტი ეს ცხელ-ცხელი ნიუსი გაქვს რამე შემონახული. ჯერჯერობით ბოლომდე გავიხსენ. კი. დაუტე ცხელ-ცხელი მერე იქნება. ცხელ-ცხელები მერე იქნება. დავამშვიდობოთ მოკლედ ჩვენს მაყურებელს ველით რომ ძალიან კარგი კარდი იქნება რა. ბევრჯერ ყოფილა ისე რომ რაიმე main event-ი ყოფილა, main event კი და fight night-ი ყოფილა, fight night კარდები ყოფილა და ძალიან გაუგურვები ვართ რა. მაგიტო უყურებთ უგო სონგი მაგალითად ფინიშების ცვენა იყო და ველოდებით მოკლედ რომ ეს კარტიც გაგვაკვირვებს რა. მაგი მეტი თუზი ვართ ხოლმე ჩვენს fight night-ებს, თორე უსაქმურები კი არ ვართ ხამე პრივატები. მოკლედ სანახაობრივ ქარცველით რა. ძალიან მინდა რომ და პირველ რიგში ველოდები დერი ბონიკალს ერთ სულმა main event-ამდე როდის მივიღოთ. მოდი ახლა გამო გავათე. მოდი ახლა მე გამარჯვებას ვიტყვი რესალმით, თავიდან დავიწყოთ. არა, ნუ დაგემშვიდობებით დღეისათვის სულ ეს იყო. თქვენი მოსაზრებები, თქვენი აზრები კომენტარებში დაგვიწერეთ, რა თქმა უნდა. ნებისმიერ თემაში პოლემიკაში შემოვალთ, არ არის პრობლემა. დღეისათვის სულ ეს იყო. დაგველოდეთ შემდეგი უკვე pay-per-view event-ი მოდის ამ fight night-ის. დავიწყო, გამარჯობა მეგობრებო, ეს არის ground and pound. მოკლედ დაგემშვიდობებით მეგობრებო. კარი